ახლა უნდა გაჩვენოთ ნიშანი, რომელიც ფიქრობ, რომ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს და ცნობდეს. თქვენ თუ იცით, როგორ გამოიყურება შველის დახმარების მოთხოვნის, ასე ვთქვათ, სიმბოლო, ნიშანი, რომელიც შეიძლება ადამიანმა განიშნოთ. Help. Help. Those. ესე იგი, ამ ნიშნით შეგიძლიათ სხვას ამცნოთ, რომ დაუშვათ საფრთხეში იმყოფებით, ამ შემთხვევაში მოძალადე ან ადამიანი, ვის გამოც შეიძლება შველა გჭირდებოდეთ, სადღაც მიმდებარედ იმყოფება და ეს ისე უჩუმრად გააკეთოთ, რომ არ გამოიწვიოთ, დაუსხლტეთ, ასე ვთქვათ, ხელიდან, თუ კი სხვა მიხვდა, რომ დახმარება გჭირდებათ. მოკლედ, ძალიან მარტივი კომბინაცია, თუმცა თუ არ იცი, მართლა ვერ მიხვდები, შეიძლება გეგონოს, რომ ხელს გიქნევს ადამიანი, უბრალოდ ცალმის ნიშნად. ერთი ხელია საჭირო ამისთვის, გჭირდება 4 თითი, რომელიც დარჩება ზემოთ და ცერი შეიკეცოს, ასე ვთქვათ. შემდეგ ამას მოვხრით და გავშლით. აი ეს არის შველის მოთხოვნის ნიშანი. და ამით უკვე ეჭვის მიტანა შესაძლებელი ხდება, რომ ამ ადამიანს საფრთხე ემუქრება მისი გარემოცვიდან და შველას ითხოვს. თიკა რომ დავინახე ეს გამახსენდა ამ სიგნალის შესახებ ვიცოდი TikTok-იდან და სხვა სოციალურ ქსელებიდან. ხო, ესეც აჩვენებენ ხოლმე. ხო. ხო. გინახავს ხო? კი, ეგ მინახავს. სხვათა შორის ეს სიგნალი თავიდან იმისთვის შეიქმნა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დახმარებოდნენ და მათ შეძლებოდათ, რომ უჩუმრად მოითხოვათ დახმარება. ხო, და განსაკუთრებით აი კოვიდის პერიოდში, როცა ყველა ჩაკეტილი იყო და მაშინ პიკი იყო ამ ოჯახურ ძალადობის, უკვეთრად გავრცელდა ეს სიგნალი. გესტიკულაცია. და სხვათა შორის სოციალური ქსელით გავრცელდა პირველი ვიდეო, რომელიც ასეთი შინაარსის ხვდებათ. ძალიან ისეთი სცენაა, ოჯახური სცენა, ქალბატონი ურეკავს მეგობარს ვიდეო ზარით. უკან არ ვიცი ვინ არის მეუღლეა თუ სხვა, მოკლედ მამაკაცი დასეინობს და აი ესე საუბარია, ეკითხება ნამცხვრის რეცეპტს, დედამისის რეცეპტს ნამცხვისას და უზიარებს ის ჩვეულებრივ კითხვა პასუხშია, სახე აქვს ისეთი, რომ მიხვდები, რომ რაღაცა უჭირს და პირველად ჩნდება ესეთი ჟესტიკულაცია, რომელიც შემდეგ გახდა უკვე რაღაცნაირად პოპულარული და დაინერგა როგორც დახმარების თხოვნის ჟესტი. ეს ზუსტად TikTok-ზე გავრცელების შემდეგ უკვე ეს ჟესტი გადააზიარა ქალთა საერთაშორისო ფონდმა, რომელიც სოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს და ალბათ უმეტესობა მიცის. მოძალადემაც ხო იცის, ამაზეც მე ფიქრება, ისე უნდა ქნას ადამიანმა, რომ არ დაინახოს მოძალადემ, რა თქმა უნდა. ჩუმად უნდა გააკეთოს. ჩუმად. თან უკვე მარტო ოჯახური ძალადობით მარტო აღარ შემოიფარგლება, შეში სხვადასხვა სიტუაციაში, როგორც შველი და დახმარების სიგნალად იქცა. ოღონდ რა თქმა უნდა, თუ ასეთ ნიშანს დაინახავთ და დავინახავთ, ამას თავისებური რეაგირება სჭირდება, ანუ შეუძლებელია და დაუშვებელია სრულიად, რომ მიხვიდები და დახმარება გჭირდებაო, მიხვიდე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მის გარშემო იმყოფება ის მოძალადე, რომლისგანაც უნდა გავარიდოთ, ასე ვთქვათ და ამიტომ რაღაცა ხერხებია მოსაძებნი იმისთვის, რომ დახმარება შესთავაზო, ეს იქნება დაუშვათ სამართალდამცავების გამოძახება, რაღაცა შეფერხება ისეთი, რომ შეძლოს, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ გამოერიდოს ამ ადამიანს. და სხვათა შორის, აი ამ კონკრეტულმა ჟესტმა 16 წლის გოგონა გადაარჩინა ნამდვილად, იმიტომ რომ გამტაცებელი იჯდა მანქანაში და ესე ვთქვათ, ეს გოგო წინა სავარძელში იჯდა მის გვერდით და ამ გოგონამ რამდენიმეჯერ გაიმეორა ეს ჟესტი. თუმცა, ნახეთ, აი ვიდეოა და როგორც ჩანს, გამრელმა მანქანამ შენიშნა ეს ყველაფერი და გამოიძახა სამართალდამცავები და დროული სწორი რეაგირებით მოხდა ამ ავტომობილის გაჩერება და ეს გოგონა უსაფრთხოდ დაბრუნა ოჯახი, საიდანაც მე მგონი წელიწადის განმავლობაში იყო გაუჩინარებული ოჯახიდან და ეძებდა ოჯახი და აღმოჩნდა იქ და თავს უშველა ამ ჟესტიკულაციით, ოღონდ გაუმართლა და მეორე მანქანამ იცნო, რომ შველას თხოვდნენ და რა თქმა უნდა ეს გამტაცებელი დაკავებულ იქნა და ასეთი სიგნალების არსებობა ნებისმიერი სოციუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამით მართლა შეგვიძლია ვიღაცის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამ ჟესტიკულაციის ცოდნა კიდევ ერთხელ მოდი გავიმეოროთ, ძალიან მარტივია, უბრალოდ მოკეცილი ცერი გჭირდებათ და რამდენჯერმე გაშლა და მოკეცვა ამ ზედა 4 თითის, რომელიც იძლევა სიგნალს, რომ თქვენ გიჭირთ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებლები უნდა ცნობდნენ უკვე და ჩვენი მოქალაქეები ამ ნიშანს იმისთვის, რომ მოხდეს დროული სწორი კარგი რეაგირება. ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს.
მე ყველაფერი კარგად მაქვს, უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ უნდა გაჩვენოთ. ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა, ჩვენთან და 6 დღეს და ავიღებ ჩვენ ახალი თემების მოსამზადებლად და შაბათს ისევ დაგიბრუნდით. აბა